მოგესალმებით. თვითონ თქვენ გასაგომესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. რამდენიმე წუთი წაგასვით და გეტყვით, რომ პირადი დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვინც მეხმარება, რომ YouTube არხი იყოს აქტიური. ეს არის თქვენი კომენტარების და თქვენი ლაიქების დამსახურება. და მინდა ერთხელ კიდე ბოდიში მოგიხადოთ, რომ ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე, რომ ჩაგიწეროთ ახალ-ახალი ვიდეოები. ცოტა მეც რაღაც დატვირთული პერიოდი მაქვს და აქედან გამომდინარე, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი აღბედგინო და თქვენი დახმარება მჭირდება იმასთან მიმართებაში, რომ დამიწეროთ იქნებ უფრო მეტად რა გაშლები გაინტერესებთ, რომელი მიმართულებით იყოს უფრო მეტი აქტიურობა და მინდა რომ ამ დღეებში გავაკეთო რიტუალიც, რომელიც დაგეხმარებათ თქვათ, ხო, ფინანსებისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის, მესამე პირების ჩახსნა, ბუმერანგის რიტუალი, ანუ რომელი რიტუალი გინდათ, იმიტებს რიტუალები, მაგრამ მინდა რომ განახლება გავაკეთოთ და შესაბამისად რომელი ენერგიები არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო. ახლა კი მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. რისი თქმა სურს თქვენს მფარველ ანგელოზს, ხო, ანუ რა უნდა რომ იცოდეთ ახლა ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში, რა არის ხო ესეთი, რასაც თქვენ მფარველ ანგელოზს უნდა რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია. მოდით ვნახოთ ჯერ პირველ რიგში ვისთვის არის ეს გაშლა. ანუ ვინ არის, ანუ თქვენ მფარველი ანგელოზი როგორ ხედავს ამ წუთას თქვენს მდგომარეობას და მე ვნახოთ რას გეტყვით ხომ, რა უნდა იცოდეთ და თქვათ თუ რჩევა აქვს, როგორ უნდა მოიქცეთ ხო, რა რჩევას მოგცემ. ვნახოთ. ვინ ხართ ახლა თქვენ? როგორ ხედავს? ახლა თითქოს არის ის მომენტი და ის პერიოდი გაქვთ, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი შიშები აქვს დაგროვებული, ხო? შეიძლება რაღაცა პერიოდია, როდესაც თითქოს ადამიანი გამოსავალს ვერ ხედავს, ხო? რაღაცა თავდაცვის მდგომარეობა აქვს ჩართული, შეიძლება ვიღაცის ფინანსური მდგომარეობა იყოს, ვიღაცის პირადი ურთიერთობის მდგომარეობა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს ესეთი განცდა, რომ ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ არის, ხო, რაღაცა არის ესეთი მომენტებიც ხოლმე, ხო, როდესაც ყველა ასპექტში რაღაც პატარ-პატარა პრობლემები საბოლოო ჯამში ჩვენს ნერვიულ სისტემას ძალიან ურტყავს და არის განცდა, რომ თითქოს ყველა ცუდმა პერიოდმა და სიტუაციამ თქვენთვის მოიცალა, ხო, რაღაცა ესეთ მდგომარეობაში ხართ. კიდე რა სიტყვის თქვენი მფარველი ანგელოზი. ცდილობთ დაიცვათ თავი, ცდილობთ დაიცვათ ის მდგომარეობა, რაც არის მაქსიმალურად. ნახეთ როგორი მომენტია ეს შიშების მდგომარეობა, რაც გაქვთ, ხო, მეორე მხრივ ის მომენტი არის, როდესაც თუნდაც კი შიშის მდგომარეობაში ხართ, რაღაც ვერ ლაგდება, მაგრამ მაინც ეს პოზიცია მაინც რაღაცა დაიცვათ თქვენი მდგომარეობა, ხო, თქვენი თავი. ცდილობთ რომ გაერიდოთ ყველაფერს და როგორი მომენტია ესეთი თითქოს ვერ ხედავთ უკვე იმ მომენტსაც ვერ ხედავთ, როდესაც თქვენ გეძლევათ საშუალება, გეძლევათ გაქვთ რაღაცა შანსი, რომ გამოხვიდეთ ამ ყველაფრიდან, გაქვთ რაღაცა ისეთი სამყარო გიგზავნით ისეთ ნიშნებს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, იმდენად ხართ ახლა ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ჩაბღაუჭებული, ხო, რაღაც თქვენს მდგომარეობებს, რომ თითქოს ვერ ვხედავთ იმ პატარა სინათლეს, რომელიც გვეძლევა, რომელიც შეიძლება გახდეს ჩვენი შანსი და აი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. კიდე როგორ სიტუაცია გაქვთ. ხო, ან ნახეთ, აი ზუსტად იგივე გითხარით, რომ აი ვერ ხედავთ იმ შანსს, თქვენ ვერ ხედავთ იმ შანსს, რომელსაც გაძლევთ სამყარო, რომელსაც თქვენი მფარველი ანგელოზი გიგზავნით. ხო, შესაძლებელია ეს ვიღაცისთვის იყოს რაღაც მომენტში
სიზმრების სახით, ვიღაცისთვის იყოს რაღაცა ადამიანების სახითაც ხო, ანუ შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც გვეგზავნება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უკვე იმდენად გვეშინია ახალ ურთიერთობასთან მიმართებაში, ან იმდენად გვეშინია რაღაცა დობა გამოუცხადოთ ვიღაცას, რომ ვერ ვხედავთ ხო, აი ამ რაღაცა ამ ადამიანს ვკრავთ ხელს. მაგრამ გავიხსენოთ ის, რომ ხა ესე მერთი ვერ ჩამოვა და ხელს ვერ გამოგვიწვდის, ყოველთვის აგზავნის ადამიანს ან რაღაცა მინიშნებებს გვაძლევს, ისეც რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ თვითონ პირადად ვერ ჩამოვა და ვერ გამოგვიწვდის ხელს, რომ წამოდი მე ამოგიყვან ამ სიტუაციებიდან, ხო? ყოველ შემთხვევაში აგზავნის რაღაცა მდგომარეობას, რაც მოგცემს შანსს იმისას, რომ ჩვენი პრობლემებიდან დავაღწიოთ თავი. როგორ ხედავს კიდე თქვენს სიტუაციას, თქვენი მფარველი ანგელოზი. ნუ აქ თუ არის რაღაცა მომენტში, ნახეთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში თუ გაქვთ ეს სიტუაცია, ხო, კონკრეტულ ადამიანთან პიროვნებასთან, ხა შესაძლებელია იყოს ხო რაღაც მარტო პიროვნებასთან არა. მოდით ესე ავხსნათ, რომ ეს სიტუაცია შესაძლებელია იყოს კიდევ დანაკარგთან, ხო? ანუ ყოველას ხო პირადის მდგომარეობა არ აქვს მარტო, ხო? არის თქვათ, როდესაც ფინანსური სიტუაციები, როდესაც რაღაცა დანაკარგების მდგომარეობის სიტუაციაში ხედავთ, ხო? როდესაც ადამიანი თითქოს ბევრი აქვს ნანახიც, ბევრი აქვს გამოვლილიც, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ გამოიყენოს თავის გამოცდილებაც რაღაც მომენტში. როგორ ხედავს სამყაროkat? ხო, აი, ხედავს იმას, რომ ძალიან დიდი ტკივილები, ძალიან დიდი ემოციები გაქვთ განცდილი, ხო, ადამიანი, როდესაც ეს არ არის უბრალოდ ის მომენტი, როდესაც თქვათ გვეტკინა, ხო, ნუ აქ უკვე არის ის მომენტი, რომ მივიღეთ დარტყმა, მივიღეთ რაღაცა პრობლემა, ნუ გვინდა არ გვინდა, ვცდილობთ რომ ეს პრობლემა გავაანალიზოთ და მივიღოთ ისე როგორც არის, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ გვაქვს დარჩენილი, ხო, არის ეს მომენტიც, როდესაც, მაგრამ ნახეთ, არის სხვა გზაც დარჩენილი, იმიტომ რომ სამყარო ამას ამ გზებს განახებთ და თქვენ შიშებს ვცდილობთ რომ სწორი მიმართულებები მისცეს, მაგრამ თქვენ რატომღაც ჯერ ისევ იმ განცდაში ხართ, აი იმ ტკივილის განცდაში ხართ, რომელიც თქვათ მიიღეთ, ხო, როდესაც თქვათ ადამიანი არ იმსახურებდა, თქვათ თუნდაც თქვათ ესე ავხსნათ, აი სამსახურში ძალიან დიდ ენერგიას დებდა, ხო, დღე და ღამე ათენებდა, ძალიან ისეთი მობილიზებული იყო, არ აგვიანებდა, სუცდილობდა, მაგრამ მაინც მოაყოლეს შემცირებაში, ხო, ძალიან ძნელია და ძალიან გულსატკენია, როდესაც ხარ კარგი თანამშრომელი, რატომ უნდა შეგიქმნან ისეთი მდგომარეობა და რაღაცა უსამართლოდ მოგცევის მდგომარეობა, ხო? თუ პირადი ურთიერთობა, ხო, მით უმეტეს ურთიერთობაში ჩავდეთ ენერგიები, ჩავდეთ სიყვარული, ჩავდეთ რაღაცა ჩვენი ყველა რესურსი, რაც შეიძლებოდა და მივიღეთ მაინც დარტყმა და მაინც ტკივილი, ხო? კიდევ როგორ ხედავთ თქვენ სიტუაციას. როდესაც იცით როგორი მომენტი არის კიდევ არ ვიცი რატომღაც ისეთი ადამიანი, როდესაც გრძნობს თავს უსუსურად, მიუხედავად რომ ხა ძალის არკანია გამოსულ და რაღაცა შეიძლება სიძლიერესთან, რაღაც ესეთი მდგომარეობასთან, არა, თითქოს როდესაც ძალა დაკარგულია და პირიქით, აი სჭირდება ემოციები, მოფერება, ჩახუტება, თავის რწმენის აღდგენა, ხო, ადამიანი, როდესაც განცდებშია და აი ამ განცდების ეძებს დაბალანსების მდგომარეობას, ხო, აი რაღაცა თუნდაც უბრალოდ რაღაცა ერთი სიტყვით ვიღაცამ მისცეს იმისი გვერდში დგომის მდგომარეობა, ხო, აი მე შენს გვერდით ვარ, ან თქვათ მე არ გტოვებ, ხო, მე შენს გარშემო ვარ. ესეთი ადამიანი და ესეთი მდგომარეობა არის ხა. მოდით ნახოთ ამ ადამიანისთვის, ვინც, რა ვიცი, ამოიცანეთ თქვენი თავი. რისი თქმა სურს თქვენს მფარველ ანგელოზს? რას გეტყვით? რა მინიშნებას გეტყვით?
იცით რა არის, ნახეთ, მინიშნება არის ის, რომ პირველ რიგში არ მოწყდეთ სოციუმს. ხო, როდესაც განცდების მდგომარეობა გვაქვს და აგერ აქ ვიკეტებით და ვერ ვხედავთ ვერანაირ გამოსავალს და ვერ ვხედავთ რაღაცა მდგომარეობას, რომელსაც გვაძლევს სამყარო, გეუბნებათ და თქვენი მფარველი ანგელოზი იმას, რომ ნახეთ, ნუ ჩაიკეტებით თქვენს თავთან, ნუ გაერიდებით სოციუმს, ხო, ნუ ეცდებით, რომ რაღაცა აღარ წახვიდეთ, თქვათ, დაბადების დღეზე, ხო, რაღაცა მეგობრებთან ერთად. ანუ ნახეთ, თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ იმას, რომ დაინახეთ პირიქით, უფრო აქტიური იყავით, უფრო მეტი ძალისხმევა ჩადეთ იმასთან მიმართებაში, რომ აი მიუხედავად თქვენი ტკივილებისა, მიუხედავად თქვენი განცდებისა, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად იყოთ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ხო? იმიტომ რომ იმ საზოგადოებაში შეიძლება თქვენთვის ზუსტად ის ადამიანი გამოჩნდეს, ის მდგომარეობა გამოჩნდეს, რომელიც დაგეხმარებათ, ხო? თქვათ, თუ სამსახურის პრობლემა გაქვთ, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება ამ სოციუმში, სადაც თქვენ გახვედით, სადაც თქვენ გაიცანით ახალი ადამიანები, აღმოჩნდეს ვიღაც ისეთი, რომელიც დაინახავს თქვენს პროფესიონალის დაინახავს თქვენს საჭიროებას მის კომპანიაში და შემოგთავაზებთ რაღაცა სამსახურს, ხო, რომელიც გამოჩნდება თქვენთვის, ესე ვთქვათ, ხო, გამოჩნდება ის კონკრეტული რაღაცა მდგომარეობა, რომელიც ან უბრალოდ შეიძლება სადღაც წახვედით, არ ვიცი, ხა, ვთქვათ, კაფეში, ბარში და აღმოაჩინეთ, რომ რაღაც ვაკანსია აქვთ, რომელიც თქვენთვის მისაღებია, ხო, თქვათ, შესაძლებელია ეს მომენტიც იყოს. ყოველ შემთხვევაში სოციუმში და სახლში ჩაკეტვის გარეშე, ნახეთ, ახლა არის ხო ის მომენტი, რომ ხა სახლში როცა ჩავიკეტებით, ფიზიკურად შეიძლება რაღაც იმდენად გადაგვატანინოს ფიქრები ჩვენმა შიშებმა იმას ამას, რომ არ შევხედოთ ხო რაღაცა ვაკანსიები არ მოუძებნოთ და როდესაც გადიხართ გარეთ, შეიძლება უბრალოდ სადმე წაიკითხოთ, რომ სჭირდებათ დამხმარე თანამშრომელი, რომელიც თქვათ თქვენთვის იყოს მისაღები და მორგებული მდგომარეობა, ხო? ამიტომ გეუბნებათ პირველ რიგში, რომ არ გაერიდოთ, არ გაერიყოთ და ეცადეთ, რომ სოციუმთან კომუნიკაცია გქონდეთ. რას გეუბნებათ კიდევ? ნახეთ, ნებისმიერ სიტუაცია, როდესაც თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიძლება, ეხლა ამ ეტაპზე გრძნობთ, რომ თქვენ რაღაც პრობლემები გაქვთ, მაგრამ შეიძლება ის პრობლემა, რომელიც თქვენ გგონიათ, რომ პრობლემა არის, ესეთი კუთხით, რატო ვამბობ, ხა ნახეთ, არის შემთხვევა, როდესაც ურთიერთობაში ვართ და ეს ურთიერთობა წაგვერთვა და ნუ ხდებით ძალიან ცუდად, მაგრამ მოდით გადახედეთ, იქნება იმ ურთიერთობაში თქვენ უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენდა თქვენთვის და არ გაძლევდათ იმდენ საშუალებას, იმდენ რაღაცა რესურსს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ხო თქვენთვის. იქნებდა ეს ის მდგომარეობა, როდესაც პირიქით უნდა გაუშვათ ეს ადამიანი იმისთვის, რომ თქვენ უკეთესად იქნათ, ხო? ადამიანმა თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ ცოტა სხვანაირად შეხედეთ იმ მდგომარეობას, თუ სამსახურთან მიმართებაშიც დებდით რესურსებს, ძალიან ბევრს აკეთებთ ამ სამსახურისთვის, მაგრამ ვერ დააფასეს, ხო? შესაბამისად, თქვენ შეიძლება უკეთესი ნახოთ, ხო? და ის რესურსი, იმის ნახევარი ჩადოთ იქ, მაგრამ უფრო დაფასებულიყოთ. თითქოს აქ არ გაქვთ თქვენ საანერვიულო პირიქით, აი ამ მდგომარეობამ, რომელიც ეხლა ამ წუთას თქვენ ხართ, ხო? და ის რაღაცა ტკივილებს განიცით, პირიქით შეიძლება ის ტკივილები, რომელიც მოხდა თქვენ და სასიკეთოდ, რომ გამოხსნილიყავით ზუსტად იმ გაურკვევლობებიდან და იმ პრობლემებიდან, რომელიც გქონდათ და რომელსაც შეიძლება ვერ ხედავდით უბრალოდ ხვდებით, აი ეს მომენტი არის. და გეუბნებათ თქვენ მფარველი ანგელოზი, რომ შეხედეთ ყველაფერს ცოტა სხვა კუთხით, ხო, მედალს ორი მხარე აქვს. ერთი კონკრეტული სიტუაციით ნუ უყურებთ, ეს არ არის ესე. ხო, თქვენ თუ შეხედავთ მეორე მხარეს შეიძლება გქონდეს სხვა მდგომარეობა, ხო? ესე ამიტომ ეცადეთ, რომ ამ ყველაფერთან მიმართებაში სწორად დაინახოთ. რისი თქმა სურს მფარველ ანგელოზს? ისიც რა არის, ნახეთ, კიდევ იმის თქმა სურს, რომ ეცადეთ, რომ
დაიცვათ თქვენი მე ესე ვიტყოდი, რომ დაიცვათ თქვენი თავი საკუთარი თავისგან. იცით რა არის, ნახეთ, ხანდახან იმდენად ბევრს ფიქრობთ, იმდენად ბევრს აანალიზებთ, რომ იმის მაგივრად, რომ წინ წახვიდეთ, ხო, ანუ წყვეტთ მოქმედებას, რომელმაც უნდა გაგიყვანოთ საკმაოდ კარგ ეტაპზე. შესაბამისად, როგორი მომენტია, იცით, აი მე ესე ვხედავ ამას, რომ თქვენ მფარველი ანგელოზი გეუბნებით იმას, რომ შეეშვით უკვე ბევრ ფიქრს და დაიწყეთ მოქმედება. მოქმედება კი მესმის იტკინეთ, მესმის რაღაცა ცუდი გამოცდილება მიიღეთ, მაგრამ ნახეთ ეს გამოცდილება თქვენ გამოცდილებად უნდა გამოიყენოთ შემდეგში და არა იმაზე საფიქრალად, რომ აი ეს რატომ მოხდა, მაინდა-მაინც რაღაცა ამაზე ორიენტირებული იყოთ და წლები დახარჯოთ იმაზე, რომ გაანალიზებაზე რატომ მოხდა და როგორ მოხდა. არა, უბრალოდ ეცადეთ, რომ დაკეტოთ რაღაცნაირად ეს მდგომარეობა და უბრალოდ თავს მისცეთ ცოტა უფრო თავს მისცეთ იმის ძალა, რომ წინ წახვიდეთ, ხო, რომ აი ამ მდგომარეობიდან მარტივად გამოხვიდეთ. იმოქმედეთ, აი თქვენ მფარველი ანგელოზი არ ვიცი რა ვისთვის არის ეს გაშლა და ვინ ესე როგორღაც ჩაჯდა სახლში, ხო, რაღაც ცოტა ესე რომ ვთქვა, ნახეთ, ნუ იკეტავთ თავს, პირიქით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვეთ წინსვლისთვის, მეტი ინფორმაცია, მეტი გაანალიზება მიეცით საკუთარ თავს. ნახეთ, გადაწყვეტ, ანუ გააქვთ იმის საშუალება, რომ პარალელურ რეჟიმში გადახედოთ იმ სიტუაციებსაც, რაც თქვენ ვთქვათ, დაგემართათ და გააქვთ ხო ახლა პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემას ეტაპობრივად რომ იყვეთ, ხვდებით, ნახეთ როგორი მომენტი არის, თან იმოქმედოთ და თან თითოეული დეტალი აი ამ თქვენ მოქმედებასთან ერთად გამოასწოროთ, ხო? ანუ სამყარო გეუბნებით, რომ აქ გამოუსწორებელი არაფერი არ არის, თუ აქ არის ფინანსური და კარიერული კუთხით შეგიძლიათ რომ იმოქმედოთ და ეძებოთ და პირიქით მეტი კომუნიკაციით და მეტი წინსვლით იპოვოთ თქვენთვის სასურველი თუ ურთიერთობის კუთხით არის, ხო, აქაც ის მომენტი არის, რომ გაანალიზეთ რა სიღებდით ამ ურთიერთობიდან, რა იყო თქვენთვის, ხო, ეს ურთიერთობა, კი, ნუ არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება ბევრმა მითხრას, რომ აი მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ურთიერთობაში და ასე შემდეგ. როდესაც ბედნიერი ვართ ურთიერთობაში, უბრალოდ ამ კრიზისამდე ვერ მივდივართ დაშორების და დარტყმის კრიზისამდე და რატო ვერ მივდივართ ახლა შეიძლება მაგაზეც გამკითხოთ, მაგრამ გეტყვით. იმიტომ ვერ მივდივართ ამ კრიზისამდე, რომ როცა ადამიანს უყვარხართ, ხო, ის ადამიანი ხა თუ მართლა რაღაცა სასწაული ნეგატივებით არ არის ადამიანი დაჭერილი, ფიზიკურად მას არ უნდა რომ თქვენ რამე გეტკინოთ. მაგრამ თუ ადამიანი ამას არ აანალიზებს და არ არის მნიშვნელოვანი ის რომ გეტკინებათ თუ არ გეტკინებათ და ის თქვენი ცხოვრებიდან მიდის, მას არ წყვარები ხართ. აი პირდაპირ გეტყვით რომ არ ყარები ხართ, იმიტომ რომ ადამიანს როდესაც უყვარს ვინმე, თქვენ როდესაც გიყვართ, თქვენ ატკენთ გულს, აბა დაფიქრდით, ხო? თქვენ ხომ არ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ ატკინოთ, რომ მისთვის მტკივნეული და მისთვის რაღაცა შინაგანი მდგომარეობა დაამძიმოთ, ხო? ასე რომ თან გადადგით ნაბიჯი და თან გადახედეთ, რომ იმ მომენტსაც გადახედეთ, ნახეთ, როდესაც აქტიურობას დაიწყებთ, გადახედეთ იმ მომენტსაც, რომ რა დონეზე იყავით იმ ადამიანთან, თქვა, თუ პირადზე აქვს საუბარი გაჩვენებული და სად მიდიხართ ახლა, საით მიდის თქვენი ცხოვრება, ხო? მეტად წადით თქვენი მისნისკენ. სამყარო და თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ გაძლევთ
თქვენი მფარველი ანგელოზი იმის მდგომარეობას, რომ ყველაფერი დაგილაგდეთ, ხომ რაღაცა ახალისკენ წახვიდეთ, რაღაცა ენერგიები შეივსოთ, ხო, ასე რომ მეტად გაიხსენეთ თქვენი ოცნებები. აი, უფრო ეს რაღაცა ეს მომენტი მომდის. ანუ აქ თითქოს თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ იმას, რომ თქვენ დავიწყებული გქონდათ თქვენი ოცნებები, შეიძლება ითქვას, ხო, თქვენ შეიძლება დავიწყებული გქონდათ თქვენი რაღაცა ის ემოციები, რომელიც ძალიან გჭირდებოდათ. არა აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გეუბნებათ, ეს პირადი ურთიერთობა იქნება თუ კარიერული კუთხე, ხო? ორივე შემთხვევაში ხა კარიერული კუთხითაც და ფინანსურითაც რაღაცა ოცნებები ხო გვაქვს, ხო? ვიღაცას ბინის შეძენა, ვიღაცის მანქანის, ვიღაცის რაღაცა კაპიტალის დაგროვების, რა თავის ბიზნესის გახსნის, ხო? გაიხსენეთ თქვენი ოცნებები და დაიწყეთ იქეთ სიარული. იქნება ეს კრიზისი არის ის მდგომარეობა, რომ სხვანაირად დაენახებინა თქვენთვის, თქვენ მფარველ ანგელოზ სამყაროს, თქვენი ძალები, საით უნდა გადახაროთ, ხო? საით უნდა წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება. იქნება იმდენად ჩახვედით აი თქვათ იმ ერთ სიტუაციაში იმდენად გაჩერდით, ხო, იმ სამსახურთან მიმართებაში თუ პირათან მიმართებაში, რომ თქვენს ოცნებებს უვლიდით უკვე გვერდს, ხო? და იქნება ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ოცნებებს არ უნდა აუაროთ გვერდი და გახსენოთ სამყარო და თქვენი მფარველი ანგელოზი, რომ ოცნებები, რომელიც გქონდათ, გაიხსენეთ, ის ოცნებებია მნიშვნელოვანი თქვენთვის, ხო, რაღაცა მომენტში. ესე თქმა სურს, ნუ მისტირით წარსულს, ნუ ეკნებათ ის მომენტი, რომ აი ნახეთ, მისტირით წარსულს კიდევ ერთი მხარე აქვს და ეს მხარე არის რა? ეს არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ აი იმ მდგომარეობაში, სადაც ვიყავით, რომ ვიაზრებთ, რომ რამდენი შეცდომა დავუშვით, თქვათ, ხო, ანუ რამდენი ხანი გავჩერდი და თქვათ, თუნდაც სამსახურში, აი როგორ ვდებდი რესურსს და აი ხა ვნანობრო, რატო ჩავდე ეს რესურსი. შეეშვით იმ სინანულსაც. იმიტომ რომ აი ეს სინანული ზუსტად ის მომენტი არის და ის მდგომარეობა არის, როდესაც თქვენს ზურგს უკან ვერ ხედავთ იმ შანსებს. ანუ როდესაც წინ უნდა გაიხედოთ და დაინახოთ, ხო, რაღაცა რაც გაძლევთ ცხოვრება და სამყარო, აი ამას ვეღარ ხედავთ. თქვენ იყურებით იქ, სადაც აღარ უნდა იყურებოდეთ. თქვენ განიცდით იმ დანაკარგს, იმ დაკარგულ დროს, თუნდაც ურთიერთობას, თუნდაც ფინანსებს, ხო, იმ დაკარგულ მომენტებს, რომ აი რატომ გავაკეთე ეს, ხო, შეიძლება რომ არ გამეკეთებინა და რაღაცა სხვა მექნა, ხო? მაგრამ ნახეთ, ამაზე თუ იქნებით სულ რაღაცა გონებაში, რომ იქნებდა ეს არ გამეკეთებინა და იქნებდა ესე ჯობდა და ასე შემდეგ, ნახეთ, აქ ამ დროს გადის დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან აუცილებელია, რომ გავუფრთხილდეთ. იმიტომ რომ დროს ვეღარ მოვატრიალებთ. თქვენ თუ წარსულზე ინერვიულებთ, სადღაც რაღაცა შეცდომა რომ დავუშვი თუ არ დავუშვი თუ მართალი ვიყავი თუ მტყუანი ვიყავი, აი ამ კი, ეს უნდა გაანალიზოთ, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ გააჩეროთ თქვენი ცხოვრება და არა იმ დონეზე, რომ რაღაცა წლები დაკარგოთ, ძალიან დიდი დრო დაკარგოთ. ეს უნდა მოხდეს სადღაც აი მაქსიმუმ ყველაფერს თავით, აი ყველანაირად მაქსიმალურად ერთი კვირა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის და ერთი კვირაც ხანდახან, რა ვიცი, ბევრია ხოლმე, რომ დავუჩნდეთ უბრალოდ და გავაანალიზოთ რა, რატო, რისთვის, როგორ და შესაბამისად უკვე დავხუროთ. ამიტომ აი მე ესეთ რჩევას გეტყვით, თქვენ ნება გაითვალისწინოთ თუ არა, მე პირადად, ხო, აი უბრალოდ აქვე მიდევ და გაჩვენებთ. აი ესეთი ბლოკნოტები მაქვს ძალიან ბევრი, სადაც ყოველთვის თუ რამე მაგას ანალიზებელი, უცბად წერ,
უცბად ვიწყებ ამაზე მუშაობას და მალევე მთავრდება. მაქსიმუმ 1 დღე არის იმისთვის საკმარისი, რომ მე გავაანალიზო, სად დავუშვი შეცდომა, რატო დავუშვი, როგორ დავუშვი და მეორე დღიდან მე უკვე სხვა ცხოვრება დავიწყო. ამიტომ გირჩევთ თქვენს, რომ ესე გააკეთოთ, იმიტომ რომ როდესაც უბრალოდ ვზივართ და ვფიქრობთ, ძალიან ბევრი ფიქრები მოდის და შესაბამისად იმ სიტუაციიდან იმ სიტუაციაზე გადავდივართ, მე სხვა სიტუაციაზე და საბოლოო ჯამში რეალურად რაზეც დავიწყეთ ფიქრი, შეიძლება ისიც კი გამოგჩეს მერე დასამუშავებლად ხოლმე. ამიტომ თქვენ მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ მეტი აქტიურობა გჭირდებათ, მეტი თავდაცვა გჭირდებათ, ნახეთ თავდაცვა საკუთარი თავიდან. და რატო ვთქვი საკუთარი თავიდან? იმიტომ რომ ნახეთ თქვენ იმაზე განცდებს რო იწყებთ, რომ რატო და როგორ და რანაირად და ეს რა მომივიდა, როგორ გავაკეთე, რომ ამდენი დრო დავახარჯე რაღაცა ურთიერთობებს თუ სამსახურს, ამასობაში გადის დრო და ამასობაში თქვენ ის შანსები, რომელიც გეძლევათ სამყაროდან, ქრებიან, ხო? რამდენჯერ შეიძლება მოგვეცეს, ხო, შანსი, ხო, ესეც არ არის, რომ მთელი ცხოვრება რაღაცა სიტუაციურად გქონდეს, ხო? ხო, აი კიდევ ერთხელ გეუბნებათ სამყარო, რომ შეეშვით რაღაცა ბუშტებს, შეეშვით იმ ჰაეროვან ბუშტებს, რომელიც რო გაუშვით, გასკდა. ნუ გაუყურებთ. იმიტომ რომ ეს უკვე მოხდა. მომხდარს ვეღარ დავაბრუნებთ. ანუ მოხდა და ეს უნდა მივიღოთ როგორც გაკვეთილი, როგორც მდგომარეობა, რომელიც აღარ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ეს არის ის გაკვეთილი, რომელმაც აღარ უნდა დაგვაბრუნოს იმ რაღაცა გაურკვევლობებში. დაიწყეთ სწავლა და თავიდან ცდა ყველაფრის. ნახეთ, თავიდან კი ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება, ძნელია იმ სამსახურის მოძებნა, მით უმეტეს ჩვენს მდგომარეობაში საქართველოში, ხო? ნუ ახლა ვინც საქართველოში ვართ, ემიგრანტებიც უყურებენ და მათთვისაც ძალიან ძნელია ხა ერთ სამსახურიდან მეორეს მოძებნა, ხო, რა თქმა უნდა. ნახეთ, მაგრამ არასოდეს არ შეგეშინდეთ ახლის დაწყების, არასოდეს არ შეგეშინდეთ იმ ახალი გამოწვევების მიღება, რომელსაც ცხოვრება მოგცემთ, ხომ? არ შეგეშინდეთ, თავარი ეს არის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თქვენ აი ეს თქვენი შიშები, რომელიც გექნებათ, ყოველთვის დაგაკარგვინებთ თქვენს სტაბილურობას, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, თქვენს შინაგან თავდაჯერებულობას. ამიტომ მაქსიმალურად გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი რესურსებით, გჯეროდეთ იმის, რომ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ეს არის ჩვენ და სასიკეთოდ, ხო? არასოდეს ღმერთი არ მოგცემს ისეთ ჯვარს, რომელსაც ვერ დავძრავთ. და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდე გავიმეორებ, რომ არის ძალიან კარგი იგავი, როდესაც ადამიანი წუწუნებს თავის ბედზე, ესე რომ ვთქვათ, და მას ანგელოზი გამოეცხადება, მთაზე აიყვანს და ძალიან ბევრი ჯვარი დევს იქ და ეტყვის, რომ კაცი, რომელსაც აწევ იყოს შენია და ნუ ადამიანი რაღაცა ცდილობს, რომ იქ ოქროს ჯვარია, რაღაცა ვერცხლის ჯვარია, ასე შემდეგ და ნუ ყველა ჯვარს თავისი დანიშნულება აქვს და ბოლოს ხერთ პატარა ხის ჯვარს მოკიდებს ხელს და ამას დაძრავს. და მაშინ ეუბნება, რომ ყოველთვის ისეთ განსაცდელს გიგზავნის ღმერთი, რომლის დაძლევა შეგიძლიაო და ძალიან კარგი იგავია, მე მოძებნეთ და წაიკითხეთ, იმიტომ რომ მე როცა წავიკითხე, ძალიან კარგად მივხვდი ყველანაირ მდგომარეობას, თურმე რა მარტივად მაძლევს საშუალებას ღმერთი რომ ვიცხოვრო. ასე რომ აი თქვენც შეხედეთ ამ ყველაფერს და ყოველთვის რო არ დაკარგოთ ის რწმენა, რომელიც გაქვთ, ხო, არ დაკარგოთ ის განცდა, რომ თქვენ შეძლებთ, თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის სწორად მიღება. უბრალოდ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, გაიხსენეთ და გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც სამყარო გვაცილებს კიდევ უფრო მეტ სირთულეს და გვაძლევს რაღაცა ახალ, ანუ ცხოვრების შანსს, ხო? გვაძლევს ცხოვრების დაწყების შანსს.
კიდე რისი თქმა უნდა. თქვენ ცხოვრება იქნება სავსე, ბედნიერი, წარმატებული, სიყვარულით, ემოციებით. ეს იქნება მდგომარეობა, როდესაც კამაყოფილი იქნებით იმ მდგომარეობით და რო გავა რაღაცა პერიოდი, მიხვდებით, რომ კიდევ კარგი, რომ მოხდა ეს, რაც მოხდა. კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ ვინმე სამსახურიდან წამოვიდა, რაღაც სამსახურებრივი ფინანსური დანაკარგის მდგომარეობა, კიდევ კარგი რომ ეს მოხდა, იმიტომ რომ მან კიდევ უფრო მეტი მიიღო, იმიტომ რომ მეტად იბრძოლა, მეტი გაანალიზება მოახდინა ყველაფრის და უფრო მეტად შეძლო წინსვლა. თუ პირადი არის და ვინმეს დაშორდა, აქაც ესე იგი ეს ადამიანი, თქვენი ადამიანი არ იყო და სამყარო გამოგიგზავნით იმ თქვენ ადამიანს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი. ან თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ არ შეგეშინათ, არ დაკარგოთ ის რწმენა, არ დაკარგოთ თქვენი რწმენა, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ღმერთის შვილია, რომელსაც ეხმარება, რომელსაც გამოუწოდა ხელი დახმარების და თქვენ ყველაფერი კარგად გექნებათ. ანუ გაიხსენეთ, მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან კარგი რამ არის მადლიერება და მიმღებლობა ყველაფრის. გეუბნებათ, რომ გექნებათ ბედნიერი, წარმატებული, შვიდი ცხოვრება. პირად ურთიერთობასთან მიმართებაში თუ კარიერასთან მიმართებაში. თქვენ ეხა რა ეტაპსაც გადიხართ, ეს არ არის ის ეტაპი, როდესაც ადამიანის ცხოვრებას რაღაცა წერტილი ესმება. არა, ეს დაესვა წერტილი იმ გაუგებრობებს, იმ გაურკვევლობებს, რომელიც აქამდე გქონდათ და ეხა თქვენ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, თქვენ აუცილებლად უნდა გადახვიდეთ თქვენი ოცნებები, რაც იყო იმ ტალღაზე. აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და გაუშვათ ყველაფერი. ნოლიდან, თავიდან უნდა დაიწყოთ იმისთვის, რომ შეივსოს თქვენი ცხოვრება, იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება იყოს სტაბილური, ემოციებით სავსე და ბედნიერებით აღსავსე, ხო? თქვენ იქნებით ძლიერი. თქვენ იქნებით ურთიერთობაშიც თუ აქ პირად ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ვცხოვრობთ, თქვენ გამოგეგზავნებათ კონკრეტულად ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ და რომელიც მოგცემთ იმ რწმენას, რასაც ქვია პარტნიორული ურთიერთობის სიძლიერე და მეორე მხრივ, თუ თქვენ კარიერული კუთხით სამყარო მოგცემთ იმას, რომ თქვენ იქნებით ძალიან მყარად მიწაზე მდგომი ადამიანი, რომელსაც ექნება ძალიან კარგი შემოსავლები, რომელსაც ექნება ძალიან კარგი წარმატებული ბიზნესი. არ ვიცი, რატომღაც ესე მოდის, რომ აქ შეიძლება თქვენი საქმე, რომელიც თქვენი ოცნება იყო, რომ აგესრულებინათ, აგისრულდებათ. ნახეთ, თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ იყოს. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ თქვენ არ დაკარგოთ ის რწმენა, არ დაკარგოთ ის ძალა, რასაც ქვია საკუთარი თავის მართვა, რასაც ქვია საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი შესახედაობის, გონების, ემოციების მართვა, ხო? ნახეთ რა მომენტი არის, თქვენ თავარია არ თქვათ ის მომენტი, რომ მე არაფერი არ გამომივა. არა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ, თქვენ მფარველი ანგელოზი ყველაფერს დაგალაგებინებთ აუცილებლად და მოგცემთ იმის საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ, იყოთ ბედნიერი და იყოთ წარმატებული, ესე ვთქვათ. და მოდით, რჩევა კიდევ ერთხელ თქვენთვის, ნახოთ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ კიდევ ერთხელ? რა რჩევა აქვს თქვენთან მიმართებაში? ყველა ეს გამოცდილებად, ყველაფერი მიიღეთ გამოცდილებად, რომელიც მათ თქვენ უნდა მოგცეთ კიდევ უფრო მეტი გაანალიზების საშუალება, უფრო მეტი სწორი მიმართულებების მიღება, ხო? რჩევა არის ის, რომ არ ვიცი, იაქტიურად
გავნახეთ, ეს ყველაფერი არის გამოცდილება, ეს ყველაფერი არის თქვენთვის საჭირო მდგომარეობა, სადაც შეიძლება ნახეთ, იმდენად კომფორტის ზონაში იყავით, თუნდაც არასწორ ურთიერთობაში, ან თუნდაც არასწორ სამსახურში, რომ ოღონდ ახლა არაფერი არ აუშავს შევეგუების სიტუაციას, არა. აი ეს შეგუების და ეს კომფორტის ზონა შეიძლება თქვენ დაგინგრიათ ახლა რაღაცა თქვენმა მფარველმა ანგელოზმა იმისთვის, რომ თქვენ მეტად წინ წახვიდეთ, მეტად აქტიური იყოთ, მეტად გაგინათოთ ხო გზა, მეტად მოგცეთ იმის საშუალება, რომ წინ წახვიდეთ. უბრალოდ თქვენ მფარველი ანგელოზი ნახეთ, როგორ ფორტუნას ბორბალი უჭრავს, თქვენს ცხოვრებას უფრო სასიკეთოდ ატრიალებს, ხო? უფრო მეტად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყველაფერი დაალაგოთ და სწორი მიმართულებით მიიღოთ, ხო? სიახლებს, რომელიც თქვენს ემოციებსაც შეავსებს, რომელიც თქვენს გრძნობებსაც შეავსებს, რომელიც თქვენს ცხოვრებასაც შეავსებს, მე ესე ვიტყვეთი, ხო? კიდევ რჩევა. უბრალოდ საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად შეიყვარეთ. გიყვარდეთ საკუთარი თავი. თქვენი ვიზუალი, თქვენი გონიერება, თქვენი შინაგანი ადამიანური ფაქტორები, თქვენი მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ ყველაფერი მიიღეთ გამოცდილებად, იარე წინ და შეიყვარე საკუთარი თავი. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერაში, ბიზნესში, არ ვიცი, რადგან შეიძლება ვიღაცას ბიზნესის გეგმაც გაქვთ და უმეტმა ხელი მოგიმართოთ და მიენდეთ სამყაროს, მიენდეთ თქვენს მფარველ ანგელოზს, ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა და ვიმედია, რომ რაღაცისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიდა. კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან დროებით.